უნაყოფობის მიზეზებზე ვისაუბრებთ. აზოოსპერმია ეს არის დაავადება, როდესაც მამაკაცის სპერმაში სპერმატოზოიდები არ არსებობენ და რომელიც მამაკაცის უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ დაავადების რაიმე კონკრეტული ჩივილი არ არსებობს. მამაკაცებს ჩვეულებრივად აქვთ ერექცია, სპერმის სითხის გამოყოფაც, უბრალოდ იმ სითხეში სპერმატოზოიდები არ არიან და ამ დიაგნოზის დადგენა ძირითადად ლაბორატორიული კვლევით ხდება. წყვილთა უშვილობის მიზეზების დადგენისას დაახლოებით 30% შემთხვევებში მამაკაცის დაავადებები იჩენს თავს. ეხლა ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ კოტე, მაგრამ ძალიან ხშირად კავკასიური, ასე ვთქვათ, ერებში და განსაკუთრებით ქართველებში და არა მარტო ქართველებში, როდესაც უშვილობის დროს დგას ხოლმე პრობლემა ოჯახში, ხშირად ეს პრობლემა ბრალდებოდა ქალს და დღემდე სამწუხაროდ ასეა. იშვიათად ხდება, რომ ამ დროს ბრალეულობის თვალსაზრისით და მიზეზების თვალსაზრისით პირველ რიგში კაცზეა საუბარი და მერე ქალზე. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მიმართულებით კულტურა იცვლება ჩვენს ქვეყანაში და ნამდვილად ეს ასე აღარ არის როგორც იყო 10-20 წლის წინ. ნამდვილად იცვლება კულტურა და დღეს, როდესაც პრობლემა დგას, თქვა, შვილოსნობასთან დაკავშირებული, მეუღლეები ერთად მიდიან და თქვა, ერთად ახდენენ გამოკვლევას, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ თუ ეს ეხება დიაგნოზ აზოსპერმიას, ამისი მოსმენა ძალიან რთულია მამაკაცებისთვის. ზოგადად მამაკაცებში სპერმატოზოიდების წარმოქმნა საკმაოდ რთული პროცესი არის და ეს მიმდინარეობს სათესლე ჯირკვლებში, თუმცა განაპირობებს, რა თქმა უნდა, ჰიპოფიზ ჰიპოთალამური კონტროლი, ანუ ცენტრალური ღერძი, ფოლიკულმასტიმულირებული ჰორმონი ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ამიტომაც ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონს სადიაგნოსტიკო მნიშვნელობაც აქვს და გადამწყვეტი მნიშვნელობა აზოსპერმიის დიაგნოზის დასმაში. ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ჩვენ გვესაუბრება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის კლინიკური დირექტორი, ციტოპათომორფოლოგი, ემბრიოლოგი პროფესორი ნინო მუსერიძე. მოგესალმებით ნინო, მადლობა მობრძანებისთვის, ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა, საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ, რაც აინტერესებს ჩვენ მაყურებელს. რამდენად ხშირად მოგმართავენ მამაკაცები იმ პრობლემით, როგორც არის აზოოსპერმია და როგორი ტენდენცია არის ჩვენს პოპულაციაში ამ მიმართულებით? დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო თემაა, როგორც ყოველთვის და თან ჩვენს სიახლეს ემთხვევა იმას, რომ მამაკაცის უნაყოფობაში, აზოოსპერმიასთან მიმართებაში სწორედაც ვისაუბრეთ ჩვენ რამოდენიმეჯერ თქვენს გადაცემაში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან მიმართებაში და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ორსული ყავს უკვე ტრანსპლანტაციის შედეგად მიღებული სპერმატოზოიდები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ძალიან ნამდვილად ჩემთვისაც ულოცავ. არც ერთი კრიპტოზოოსპერმიის დროს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია რამდენჯერაც მოვახდინეთ, მინიმალური რაოდენობით სპერმატოზოიდი იყო შემდგომ უკვე 10,000 სპერმატოზოიდი. რეალურად დღევანდელ დღეს არის თემა ის, რომ თუნდაც თქვენი დახმარებით და იმდენი საუბრით ამ თემაზე, რომ უშვილობა არ არის მხოლოდ ერთ-ერთი ადამიანის თემა და არამედ წყვილი უნდა მევიდეს ექიმთან და მნიშვნელოვანია ის თემა, რომ ახალგაზრდები გაცილებით უფრო მეტად მოდიან უკვე და იცით, აი 1-2 წლის განმავლობაში თუ არ არის დაარდგება შედეგი, რომ ორსულობა უნდათ და რეალურად არ ყავთ შვილი, ისინი მოგმართავენ უკვე, ანუ მიზანმიმართულად და კიდევ იცით რა არის ტენდენციაში, რომ მოდის წყვილი, რომელსაც არ უნდა ჯერ შვილის გაჩენა, მაგრამ აპირებს, რომ გააჩინოს, ანუ გადაავადოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და იკვლევს იმას, რაც მას სჭირდება. ამერიკაში მაგალითად წყვილი ვერ მიმართავს ექიმს, თუ მათ არ აქვს ჩატარებული გენეტიკური მტარებლობა მუტაციის რა. და ეს ძალიან კარგია, რადგან 90% ჩვენი პოპულაციისა თვლის, რომ ყველა ჯანმრთელია, არავის არანაირი დაავადების მტარებლობა არ აქვს. გენში საერთოდ როგორ შეიძლება რამე გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ჯიში არ ყოფილაო და ყველა ჯიში შეიძლება იყოს პირველი ის ადამიანი, რომელიც იბადება და აზოოსპერმიას 200 გენის ტრანსლოკაცია განაპირობებს. შეიძლება ეს არ იყოს გენეტიკური და იყოს მაგალითად ჰორმონალური. ენდოკრინოპათიები ძალიან ხშირად იწვევს ამ პრობლემას და შეიძლება სულ არ იყოს ეს თემა მოუგვარებელი. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ შეუძლებელია 0 სპერმატოზოიდებით, ან თუნდაც კრიპტოზოოსპერმით ეს ავიდეს სრულიად ნორმამდე, როცა ის ბუნებრივად მიიღებს ორსულობას. აქედან გამომდინარე, აი ამ პრობლემის გამო, როდესაც ქალი
20-25 წელი ელოდება ხოლმე მამაკაცის უშვილობის გამოსწორებას და შემდგომ მოგვართავენ ჩვენ ძალიან ხშირად ქალი საკუთარი გენეტიკური მასალის გარეშე რჩება. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ქალი გაცილებით უფრო მარტივად თმობს ხოლმე საკუთარი გენეტიკური მასალის გამოყენებას ვიდრე მამაკაცი. ძალიან საინტერესო არის ნინო, რა ჩივილებით შეიძლება მოგმართოს მამაკაცებმა, როგორ უნდა მიხვდნენ აზოოსპერმიის შესახებ? იცით, არასდროს არ განაპირობებს რეპროდუქციული ჯანმრთელობა მამაკაცური, ესე ვთქვათ, სქესობრივი დისფუნქციას და პირიქით მე მყავს ძალიან ბევრი პაციენტი, რომელსაც საერთოდ სქესობრივი კონტაქტი არ აქვს პრაქტიკულად მეუღლესთან, 100%-იანი სპერმა აქვს და არანაირი პრობლემა მე ვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ მას არ აქვს ურთიერთობა მეუღლესთან რეალურად და ვაგინიზმის შემთხვევაშიც არის ასევე, ქალის სქესობრივი დისფუნქციის შემთხვევაში და რაც შეეხება მამაკაცებს ნამდვილად. ანუ არის წყვილი, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებს და მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ გააჩინოს შვილი და არის წყვილი, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს. სქესობრივი ურთიერთობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის და რეალურად ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, როგორც ენდოკრინოლოგებმა, ასევე ჩვენ რეპროდუქტოლოგებმა და ემბრიოლოგებმა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენც არ ვივარებთ. ნახეთ, პირველი აზოოსპერმიასთან დაკავშირებით რომ დავუშვათ დადგინდა, მე აუცილებლად ვივარებ მეორეჯერ, ანუ სპერმოგრამას ვაკეთებ, იმიტომ რომ სტრესსაც შეუძლია გამოიწვიოს, სრულიად ნული იყოს. მე მაგალითად არ მესმის, რამდენად შეიძლება 10 და 15 წელი ვუთხრათ აზოოსპერმიან პაციენტს, რომ იმკურნალოთ. თუმცა არსებობს პაციენტი და არასოდეს არ ვამტყუნებ ხოლმე ექიმებს, როდესაც მოდის და გეუბნება, რომ კიდევ დამინიშნოთ. ანუ არ უნდა ინვიტრო, ვერ წარმოუდგენია, რატო უნდა დასჭირდეს ინვიტრო განაყოფიერება. მოდით, ობსტრუქციული აზოოსპერმია რითი შეიძლება იყოს განპირობებული, რა მიზეზები არის ამ შემთხვევაში, თქვა ძირითადი ესეც უთხრათ ჩვენ მაყურებელს. ობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს ჩვენ პრაქტიკულად მილიონობით სპერმატოზოიდი შეიძლება აღმოვაჩინოთ სათესლი ჯირკვალში, მაგრამ ის გარეთ არ გამოდიოდეს. აქედან გამომდინარე, ობსტრუქციული აზოოსპერმიების შემთხვევაში ძირითადად არის ინფექციური პათოლოგიების გადატანის შემთხვევაში, ძირითადად მამაკაცების 90% ალბათ მხოლოდ გონოკოკური ინფექციის დროს რაღაც ჩივილს გრძნობს. დანარჩენი არც ერთი ინფექციური დაავადება, რომელიც სქესობრივად გადამდები ინფექციებით მიმდინარეობს, რეალურად არ გამოვლინდება მამაკაცებში, ამიტომ რატომღაც ისინი ყოველთვის ჯანმრთელები არიან და მაგალები ყოველთვის დადიან გინეკოლოგთან, იმიტომ რომ კურნალობენ და მკურნალობენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ ობსტრუქციულ აზოოსპერმიაზე, რეალურად თქვენ შეიძლება ერთხელ გაიკეთოთ ტესტა, ანუ ავიღოთ სპერმა სათესლი ჯირკვლიდან და პრაქტიკულად რამდენჯერაც შეიძლება რომ გავყინოთ და შემდგომ როგორც სპერმის ჩაბარების დროს ხდება ხოლმე, ასევე გამოვიყენოთ ინვიტრო განაყოფიერებისთვის და ობსტრუქციული აზოოსპერმიები კიდევ გარდა ამისა ტრამვის შედეგად ძალიან ხშირად ვითარდება. გარემომ შეიძლება ვთქვათ, დასხივება, ვთქვათ, რაღაც შეიძლება რა ქიმიოთერაპია დავუშვათ, ანუ ისეთი პრობლემები, რომლებიც ოპერაციული ჩარევის შედეგად ვითარდება, შეხორცებითი პროცესი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლება ამანაც გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ეს აზოოსპერმია იქნება მეორადი. და აქედან გამომდინარე მარტივია ჩვენთვის უფრო, მაგრამ პაციენტმა თუ არ მოგმართა და თუ არ ჩატარდა პუნქცია, ჩვენ ვერ გავიგებთ მას რა აქვს, იმიტომ რომ ესე ვიზუალურად აბსოლუტურად ნორმალური ზომის სათესლი ჯირკვალში შეიძლება არ იყოს არც ერთი სპერმატოზოიდი და ასევე ჰიპოტროფიულ სათესლი ჯირკვალში, რომელსაც კვებადარღვეული აქვს, დაუშვათ და რაღაც პრობლემა აქვს, აღმოაჩინოთ, ანუ 100%-ით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იტყვით, რომ დაუშვათ ეს ოპერაცია, რომელიც სათესლი ჯირკვალს ეხება და დაუშვათ აზოოსპერმიის დროს ტარდება, იქნება, ანუ შედეგიანი, ანუ შედეგო. რა დროს უნდა მოგმართოთ მამაკაცმა, როდესაც რეალურად უნდა რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ ქონდეს და დიაგნოსტირება როგორ ხდება ამ პრობლემის? ზოგადად მე ვფიქრობ, რომ სპერმოგრამა ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ყველა მამაკაცმა ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის დაუშვათ პათოლოგია, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება არ იცოდეს. ანუ ახლა ჩვენთან მომართვიანობა არის მაშინ, როცა მამაკაცმა მოიყვანა ცოლი და გადაწყვეტა ყავდეს პრობლემა. და არის პრობლემა და მაშინ მოგმართავს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ჩვეულებრივი ნორმალური მამაკაცი, რომელიც მაგალითად მომწიფების პერიოდში გაიგოს, რომ ის არის თუ არა ნაყოფიერი და მისი სპერმა არის თუ არა ნორმის ფარგლებში, მე არ მყოლია ესეთი პაციენტი, ძალიან ცოტა.
თუმცა ერთადერთი არის რომ ონკოლოგიური პაციენტები უფრო ხშირად როცა დასხივება ტარდებან რაღაც ასეთი იმ შემთხვევაში მოგმართავენ. იქ სადაც რისკი დგება. ნინო, როგორ იკურნება აზოოსპერმია და მაგალითად ღეროვანი უჯრედების თერაპია რამდენად უკვე ახსენეთ თქვენ ამის შესახებ აქტუალურია ეს თემა და რა მეთოდებია დღეს რომ ადამიანი მაიცნე რომ ეს არ არის განაჩენი, ეს არის მდგომარეობა, რომლის გამოსწორება შეიძლება. მით უმეტეს ამ შესაძლებლობით რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ხო? აზოოსპერმია ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაც არ უნდა ყავდეს შვილი. მაგრამ ინვიტრო განაყოფიერებასთან ერთად ამ ადამიანებს ყავთ შვილი და ეს არის მკურნალობის მეთოდი აზოოსპერმიის შემთხვევაში. ყველას არ შეუძლია აღიქვას ის რეალობა, რაც სწრაფად აღიქვას და სწრაფად მიიღოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე მიხარია რომ ჩვენი ტიპის გადაცემებში ძალიან ხშირად არის ამ ბოლო დროს ამაზე საუბარი და რეალურად საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად აისახება ცნობიერების ამაღლებაზე და დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ნამდვილად მოსალოცია ის რითიც დაიწყეთ, როდესაც ასეთი მკურნალობის ახალი მეთოდით უკვე თქვენ გაქვთ რეალური. თუ შესაძლებელი იქნება რომ აღარ მივიღოთ ტესას მეთოდით, აღარ დაგჭირდეს ფუნქციები, აღარ დაგჭირდეს თუნდაც მიკროტესა დავუშვათ, როცა ხსნით საერთოდ სათესლეს და თუ შესაძლებელი იქნება რომ მხოლოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ჩვენ მივახცევთ იმას რომ მივიღოთ სპერმატოზოიდები, მე მივესალმები ნამდვილად გადატრიალება ამ სფეროში და წარმატებები კიდევ ერთხელ